გამარჯობა, მე ვარ ცოტნე რუსიშვილი, ანიმატორი და ანიმაციის რეჟისორი და ეს არის გადაცემა Devil Wears Prada. მე მგონია, რომ ეს გადაცემა ჩაივლის ბრწყინვალედ. თუ ბრწყინვალება მაგაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს უნდა მივხვდე, მაშინ არც ისე ბრწყინვალედ ალბათ. ესე იგი, მომიტანეს შოკოლადის ფილების ორი სახეობა. ჩემ კაი გავსინჯავ თან ლოგიკური ალბათ რომ შოკოლადი რო გამოიცნო და გასინჯო. მოგეწონა? ვერ ვიტყოდი. ხეს ნახოთ. ეს მომეწონა, ეს არის ძვირადღირებული და ეს იაფი. მაშინ მე ვარ გოიმი. შემდეგი პარტია არის Coca-Cola. მე საერთოდ არ ვიცოდი Coca-Cola თუ ძვირადღირებული და იაფასიანი არსებობდა, მაგრამ თურმე არსებობს. ხო და ეხლა უნდა გავსინჯო და მივხვდე რომელია უფრო ძვირადღირებული. ამას ცოტა გაზი გასვლია. მან თოდი არ იყო. ოკეი. კრემის დამაიყოს რამე. ეს არის ძვირადღირებული. მაშინ ისევ გოიმი ვარ. Coca-Cola-ში მენთოს თუ ჩააგდებ პორტალი მართლა იხსნება? Coca-Cola-ში მენთოს თუ ჩააგდებ პორტალი აღარ იხსნება. როგორც გავარკვიეთ სხვა ლეველის ოდისეის ბოლო სერიაში. მაგრამ ხო ცდად ღირს. ოღონდ აუცილებლად უნდა მიაყოლოთ საკვანძო ფრაზა სამჯერ, რომ თემურჭყონი არ არსებობს. მეორე სეზონის სპოილერებს გეტყვი? ხალხი ელოდებს. მეორე სეზონის სპოილერებს არ გეტყვით, იმიტომ რომ სპოილერი ცოდვა. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ვმუშაობ მეორე სეზონზე. და რა ვიცი, სპოილერი ერთი რაც დაარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ განსხვავებული იქნება. განსხვავებული უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ ამას მაყურებელი შეაფასებს. მოდი ამ ფოე Coca-Cola-ს დავიტოვებ, რომ ცოტა შევეჩვიოთ, თორე ძალიან გოიმი აღმოჩნდი. ესე იგი, მომიტანეს ორი sketchbook-ი. ამას თხელი ფურცლებია, ოკეი. ამას სქელი. არ მოგვიყევი ანიმაციის სფეროში საიდან მოხდა? ანიმაციის სფეროში მოვხდი იქიდან, რომ სადაც ვიყავი ძალიან უბედური. და ბავშვობიდან მიყვარდა ანიმაცია, ხატვა. მულტფილმებზე ჭკუა მეკეტებოდა ყოველთვის და მე ისე გამოვიდა, რომ იურიდიულზე ჩავაბარე, ვიყავი საჯარო მოხელე 10 წელი. და მივხვდი, რომ არ ვიყავი იქ, სადაც მინდოდა რომ ყოფილიყავი, მე იმასაც მივხვდი, რომ მქონდა შანსი, რომ იქ წავსულიყავი, სადაც მინდოდა რომ ყოფილიყავი, ამისთვის დავიწყე ჩემთვის მეცადინეობა და შევდექი თვითნასწავლ ანიმატორად და მე უკვე ისე მოხდა, რომ რაღაც პროექტები გავაკეთე, იქ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები და მე აღმოჩნდი 2D ანიმაციურ სერიალში სხვა ლეველის ოდისეა, რაც ჩემი აზრით ციდან ჩამოვარდნილი ღვთისწყალობა, იმიტომ რომ ჩვენნაირ ქვეყანაში ასეთი ანიმაციური სერიალის კეთების შანსი რო გაქვს, დალოცვილი ბრძანდები. შესაბამისად, განსწინაშია დალოცვილი ცოტნე რუსიშვილი. სხვათა შორის მე მინდოდა რომ დავითა ყოფილიყო ოვალური სახის ბიჭი. კიდე მუღამი მაქვს თავი გადაიხოტროს, მაგრამ ეგეც ვერ მოვიდა ჯერ. მე ეს sketchbook-ი უფრო მომეწონა მიუხედავად მისი დიზაინისა. სქელი ფურცლები აქვს რა, მაინც გოიმი ვარ ესე იგი. ქულებს არ უნდა მითხრათ ქულებს თუ ვაგროვებ. არა, შემეშალა, მართლა ოღონდ. დედას ფიცა ვარ. იმიტომ რომ სქელი ფურცელი აქვს, რატომღაც მე Twitch-ში ჩამებეჭდა რომ სქელი ფურცელი აქ შემხვდა. ეს არის უკეთესი. ერთი ქულა მაქვს. ოკეი.
სკეიტი იმიტომ მომიტანეთ, რომ მე ვმუშაობ ანიმაციურ სერიალს სხვა ლეველის ოდისეაზე და მისი მთავარი გმირი დავითა სკეიტერია, უბრალოდ wannabe სკეიტერი, იმიტომ რომ პირველ სერიაში თქვენ ნახავთ, როგორ ასრულებს სკეიტურ ნომრებს, რომლის ანიმირებაც ძალიან სახალისო იყო. რაც შეეხება ამ ორ სკეიტს, ჩემთვის ცალსახად ეს არის ძვირიანი და შემდგარი სკეიტი და ეს არის ფინტი კრუშკოვა. ორი შვილი მყავს. ესეთი გვაქვს სახში, იმიტომ რომ ნინიკო იმდენს არ მიხდის, რომ ესენი ვიყიდო. ესე იგი, ეხლა მე მომწეს პადი, ანუ პადი ბევრ რამეს ქვია. ეს როგორც ხვდები, აიპადია. ეს რა არის, არ ვიცი. მოკლედ მე აიპადზე არ ვხატავ ანიმაციას პადებ, ანუ ვაკეთებ ისე რა, მთელი ეს დასგასავით დიდი კომპიუტერი მიდგას. ერთი შეხედვით შეიძლება მომეთხოვება, რომ ეხლა მე ვარკვევდი, რომელი უფრო ძვირიანია, მაგრამ ვინაიდან მე სადაც და რაშიც მუშაობ, იმაში ძალიან კარგად ვცნობ თავს და დანარჩენით არ დავინტერესებულ ვარ, დავიბენი. მაგრამ ნახე სახაზავი აქვს და რაღაც ძალიან advanced. მაინც iPad-თან დავრჩები და ვიტყვი, რომ ეს არის iPad-ის ძვირიანი, აი ეს 400 ლარიანი ჯოხი. კარგი, ეხლა მე უნდა გავარკვიო ამ ორ კალათბურთის ამ ორ ბურთს შორის, რომელი არის უფრო ძვირადღირებული, რომელი არის უფრო იაფფასიანი. მე არ ვიცი, გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ კალათბურთი ძალიან მიყვარს. რეგულარულად თამაშობ ხოლმე მეგობრებთან ერთად და კალათბურთის ატრიბუტებშიც ძალიან ინვესტირებული ვარ ემოციურად. ამათ რაც შეეხებათ პასუხი ძალიან მარტივია. ეს ბურთი არის ამ ორ შორის იაფფასიანი, ეს ბურთი არის ამ ორ შორის უფრო ძვირადღირებული, მაგრამ ორივე არის ჩემთვის ბანძი. საყვარელი კალათბურთელი ვინაა? ჩემი საყვარელი კალათბურთელი მაინც კობი ბრაიანტი გამოდის. ღმერთმა აცხონოს. მაგრამ ესე მარტო კობი ბრაიანტის ხსენება არ მინდა, იმიტომ რომ ქართული კალათბურთი აუცილებლად უნდა ვახსენო და ჩემი ინსპირაციის წყარო და საყვარელი სანახაობა ყოველთვის იყო გიორგი ცინცაძე და მისი თამაში. და ძალიან ბრწყინვალედ დაემთხვა ჩემთვის, რომ გიორგი ცინცაძე აღმოჩნდა ის სპორტსმენი, ის ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 100%-ით გაართვა ამოცანას თავი, რასაც სამოქალაქო პოზიციის სწორად და სწორ დროს დაფიქსირება ჰქვია და მახსოვს აი აქციები რო დაიწყო ამ ცნობილი მოვლენების გამო, ნოემბრის ბოლო იყო თუ დეკემბრის დასაწყისი, შემთხვევით რო გადავეყარე აქციაზე და ეს იყო ძალიან ამაღელვებელი ჩემთვის, ეხაც თითქოს ხმამი კანგალერს თქო, ისეთი კარგი იყო. მე იდეაში მელომანი მეთქმის, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყოლებული მუსიკაზე ძალიან დამოკიდებული ვარ, მიყვარს, როცა სიამოვნებს მღერი კიდეც. მუსიკას უსმენდი იქ რაღაც დროს, აი ძალიან კარგად მახსოვს დაწყებითებში რო ვიყავი, პოპულარული იყო ეს ბოიბენდები რო იყო. ის Seventeen იყო, მე Backstreet Boys-ის Spice Girls და ეს რაღაცები იყო რა და მაგებს უსმენდი, ხა თვალსაჩინო დიდად არ მქონდა და მახსოვს მეხუთე კლასში ჩემმა კლასელმა მომას მეუბნა Led Zeppelin-ი და გადავირიე. მე ჩამოვყალიბდი როკის მსმენელად. მე ეხა ბარემ მოგიყვებით, არ ვიცი, გაინტერესებთ თუ არა. 90-იანებში ეგეთი ტენდენცია იყო, რომ არსებობდა როკის მსმენელთა კლასტერი თუ რაც არის და რეპის. და ეს ორი ფლანგი იყო დაპირისპირებული და მაგრამ ნუ მე გავიზარდეთ, ობიექტურობა მოგვემატა, მე ნელ-ნელა ვაღიარეთ, რომ კარგი არტისტია და ჩუმჩუმად რეპსაც უსმენდი ხოლმე. მოკლედ იქამდე უნდა მივიდე, რომ გიტარებშიც და გიტარისტებშიც საკმაოდ ისე ემოციურად ინვესტირებული ვარ. მეორედ ვამბობ ამ ფრაზას, მაგრამ სხვანაირად როგორ ვთქვა, არ ვიცი. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მე ახლა მივხვდები ამ გიტარებში, რომელი უფრო ძვირადღირებულია. მაგრამ იცი საქმე რაშია, ამას ცოტა ისეთი ცოტა ცანცარა დიზაინია აქ და ვითომ ახლა აქ უნდა მოვწყულდე, რომ ეს რო უფრო ისეთ იმაზეა, მაგრამ Harley Benton არ გამიგია. იბანიესი ნახდათ ვიცი რა. მოდი რაც ვიცი, იმაზე გავაკეთებ აქცენტს. არასწორია.
ხო, იყო მაგის ალბათობა, ხო. კარგი, მე მგონია რომ 4-7-დან 4 ქულა არ არის ცუდი შედეგი. თამაშს დასტუმრებასაც შეეხება, რა ვიცი, კარგად გავატარეთ, რომ ცოტა ხანი მოვწყდი ამ ჩვენ გადარებულ ყოფაზე ფიქრებს, რითისაც მადლობას გიხდით. თამაშიც მგონია რომ სახალისოა. რა ვიცი, ჩემი სოლიდარობა და მოკრძალებული მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს, განსაკუთრებით მოშიმშილეებს და არ ვიცი, ხმა მოვიყოთ ხალხო და რავი, ბევრნი ვართ. ჩვენი უპირატესობა რაოდენობაშია და ეგ თუ არ გამოვიყენეთ, სხვანაირად არ გამოვა.